ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში სამედიცინო აღჭურვილობა და საკვები ჩაიტანა. მიზანი განადგურებული ღაზის სექტორის ისედაც გადატვირთული საავადმყოფოების დახმარებაა. ჯანმოს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხმარებიან დროებით საველე საავადმყოფოებში ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების პერსონალი პაციენტებს. ისინი ანაწილებენ და უგზავნიან დახმარებას როგორც დეირ ალ-ბალაჰის, ისე ჩრდილოეთ ღაზის ქალაქში მდებარე ალ-ახლის საავადმყოფოებს. ჯანმომ დღეს სამედიცინო მარაგი მიიტანა. ძირითადად ტრავმის სამკურნალო საშუალებები, ინტრავენური სითხეები, ფიზიოლოგიური ხსნარი, ანტიბიოტიკები და ყველაფერი, რაც ლაბორატორიაში სჭირდებათ. აქ ასევე არის საკვები პაციენტებისა და პერსონალისთვის. ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ გარკვეული დახმარება გაუწია საავადმყოფოებსა და პაციენტებს. ამ დროისთვის ალაქსას საავადმყოფოში 5 კარავია გაშლილი, რომლებშიც დაახლოებით 80 პაციენტია განთავსებული. პიპერკორნმა აღნიშნა, რომ ღაზაში სამედიცინო მარაგის დეფიციტია. საავადმყოფო კი ვერ უმკლავდება ამდენი პაციენტის მიღებას. ალაქსას საავადმყოფო ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იქ ადრე მაქსიმუმ 200 საწოლი იყო. ახლა კი 700-ზე მეტი პაციენტია. საჭირო იყო გაფართოება. თქვენ ხედავთ რამდენიმე კარავს. ჯანმომ 80 პაციენტისთვის 5 კარავი უზრუნველყო. ჯანდაცვის დაწესებულებებზე ისრაელის თავდასხმებისა და სამედიცინო მარაგის შეტანის შეზღუდვის გამო ექიმებს უჭირთ დაშავებულებს ელემენტარული მკურნალობა გაუწიონ. ალ-ახლის არაბული საავადმყოფო ამჟამად ერთადერთი მოქმედი საავადმყოფოა ღაზის ჩრდილოეთში. ჩვენ ყოველდღიურად 400-500-ზე მეტ პაციენტს ვიღებდით პატარა ამბულატორიულ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ამ პაციენტებიდან ზოგიერთი ომის დროს დაშავდა ან მძიმედ დაიჭრა. ჩვენ არ შეგვიძლია მათზე ზრუნვა. მათ პირდაპირ იატაკზე მკურნალობენ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მხოლოდ 3 საწოლია. შესაბამისი სპეციალისტებიც არ გვყავს ასეთი ტიპის დაზიანებების სამკურნალოდ. And we don't have a specialist to take care of such type of injuries. ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოებზე იმიტომ მიაქვს იერიში, რომ მათ ჰამასი სამეთაურო ცენტრებად იყენებს, თუმცა ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტისა და გაეროს მონაცემებით ეს ყველაზე სასტიკი კონფლიქტია, რომელიც არ ინდობს არავის, არც ჟურნალისტებს, არც ჯანდაცვისა და არც გაეროს დახმარების მუშაკებს. ყოველი 10 ადამიანიდან 1 თავდასხმის შედეგადაა დაღუპული ან დაშავებული, 9 იძულებით გადაადგილებულია, 3 კი შიმშილობს. ყოველი 100 ბავშვიდან კი 4 დაობდა.